ჩვენ ტრამპს და ამერიკას ძალიან ბევრ დროს უთმობთ. და შეიძლება იკითხოთ, რომ აგეთ რა შუაშია საქართველოსაც ვილაპარაკოთ, რა დროს ტრამპია, ხო? საქმეს ჩაუხედავ ადამიანისგან, ეს ძალიან ბუნებრივი კითხვა. სინამდვილეში სამყაროში პოლიტიკური პროცესები რაღაც წესრიგს ექვემდებარება და შეგიძლია ნახოთ ის თუ რა ხდება საქართველოში არის ხოლმე რამოდენიმე წლით დაგვიანებული ის თუ რა ხდება ევროპაში და ამერიკაში. მეტიც ჩვენ კანონები მიგვიღია, ცხოვრების წესი შეგვიცვლია, ცვლილებები მიგვიღია იმის გამო, რომ ამერიკაში რაღაც გახდა ტრენდული, მერე ეს ევროპაში გახდა ტრენდული, გენდერული კვოტები და რაღაც რომ ადამიანი უნდა დააფასო არა იმის მიხედვით რა იცის ან რისი ნიჭი აქვს, არამედ რაღაცა რომელი რასა ან რომელი გენდერია. ჩვენთან ტალღა ამერიკაში თუ ეს კვოტები ეხებოდა რასას, გენდერს, რა ვიცი, იმას შშმ პირობას, ყველაფერს თუ რამით იყავი იმასგან განსხვავებული, რამე კვოტას მოგიძებნიდნენ უნივერსიტეტებში, მათ შორის მთავრობებში, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში, არც იქაც კი შეაღწიეს ავიადისპეჩერები, რომლებიც თვითონ დაჯდომაში და აფრენაში ეხმარებიან, იქაც კი იყო შესული, რომ რაღაც ყოველი მეორე შავკანიანი ქალი უნდა იყოს, თუ რაღაც სისულელე რა. და ჩვენთან ეს ტალღა შემცირდა, სანამ ჩვენ მოვიდა შემცირდა, ჩვენთან მოვიდა ქალის და კაცის გენდერული კვოტით, რომელიც ქართულ მოცემებმა მიიღო და მერე ჩვენ გავაქვეყნებინეთ. აი ესეთი რაღაცები ხდება რა სამყაროში. სამყარო ეგრეა მოწყობილი ანატომია რო წარმოვიდგინოთ, რომ იქ რაღაცა მოხდება და მე ჩვენთან ნელ-ნელა მოდის. აი ესეთი განაპირა ვართ სამწუხაროდ, ესეთი განაპირა რაღაცა ცივილიზაციის ის ვართ, რა ქვია, სოფელი. გიხსნით თუ რატო საუბრობთ ამდენს ტრამპზე, იქ მიმდინარე პროცესებზე, ტექტონიკური ცვლილებები ხდება ამერიკაში და მართლაც ამერიკა is back, როგორც ტრამპმა თქვა. ამერიკა დაუბრუნდა თავის იმ საწყისებს, რომელმაც ის ძლიერი ქვეყანა გახადა. იქნება ეს ეკონომიკური თავისუფლება, მაგალითად თავის სიტყვებში თქვა, რომ ერთ მიღებულ ახალ რეგულაციაზე, ჩვენი ხელისუფლება რო წელიწადში 600 იღებდა ხოლმე, 600 რეგულაციას. თვითონ მიღებულ ახალ რეგულაციაზე ამერიკაში მთავრობა ვალდებული იქნება 10 ძველი გააუქმოს. ანუ ხვდებით მასშტაბს, ასეთ მიდგომა დაანონსა ტრამპმა. ამერიკა დაბრუნდა საღაზრზე, დაბრუნდა წესიერ ეკონომიკაზე, დაბრუნდა ენერგიის სწორად მოპოვება და წესიერთ მოხმარებაზე, მთავრობის ზომის შემცირებაზე, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანია ვიძახდით, დაბრუნდა მთავრობის აუდიტზე, ბიუჯეტის დაბალანსებაზე, 2 ტრილიონი ვალით რომ მოძრაობდნენ ყოველ წელს. და მე ამ ვალის პროცენტის გადახდა უჯდებოდათ უფრო მეტი ვიდრე თავდაცვის ბიუჯეტი ქონდათ. ანუ წარმოიდგინეთ რა მარაზმში იყვნენ გადავარდნილები. ხო და აი ეგ ბორჩა უცებ. ანუ ჩათვალეთ რომ ვიღაცამ გამორთო. სიგიჟე ამერიკაში ვიღაცამ გამორთო. მსოფლიოში მართლა რევოლუცია ხდება. ხო და ეს ცვლილება რაც ამერიკაში ხდება, აუცილებლად გადავა ევროპაზე. და ყველა ვარიანტში მივაღწევს საქართველოს. ყველა ვარიანტში. ამერიკა არის ტრენდ მეიკერი, სოფლიოში რა წესრიგი და როგორ იქნება, მაგის განსაზღვრელი. მათ შორის მას გავლენა აქვს ჩინეთზეც, რუსეთზეც და თითქმის ყველა ქვეყანაზე. იმხელა მონსტრია, სამხედრო, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური მონსტრი. ახლა რაც ამერიკაში ხდება, მაგას ყურადღებას არ მიაქცევ კაცი. ნუ აი რა გელაპარაკოთ.